სანიოლი თურქეთთან შეცვლებზე. რატომ არ გამოვიყენე 5 შეცვლა? არ ჩავთვალე საჭიროდ ყველა შეცვლა განმეხორციელებინა. ვინც მოედანზე იყვნენ, შეძლეს და თამაში შემოატრიალეს. სანიოლი 4 მცველიან სქემაზე. 4 მცველით თამაში. ამ სისტემით მარტიდან მოყოლებული ვთამაშობთ. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ვნახეთ უკრაინასთან, ალბანეთთან და ჩეხეთთან, რომ 3 მცველიანი სისტემა აღარ ფუნქციონირებდა. ნაკრებში თაობათა ცვლა მიდის, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. მარტში ამან იმუშავა, ამ სისტემით კარგად ვითამაშეთ. თურქეთთან კი პრობლემები ინდივიდუალური შეცდომების ბრალი იყო და არა ახალი წყობის. 1-10 კაციან თურქეთთან წავაგეთ. კაცის გაგდების შემდეგ თურქებს 15-20 წუთი მომენტებს ვერ ვუქმნიდით. რა შეცვლებით გაკეთა ის ხო ცალკე მცდარი იყო და თან 5-ვე არ გამოიყენა, იმიტომ რომ თამაში შემოგვიტრიალებია თურმე. 2. ამ 4 მცველიანმა სქემამ მარტში იმუშავაო. მარტში მოუგეთ სამოყვარულო დონეზე დასულ სომხეთს, რომელსაც წარმოუდგენლად ცუდი პერიოდი უდგას. ანუ ის სომხეთი და ეს თურქეთი ერთ თემაში ახსენა. ფილც ცრუცხრიანის მაყურებლებმა ხომ მაინც იცით მარტში სომხეთთან მატჩის შემდეგ, რასაც ვამბობდი 4 მცველიან სქემაში დაცვის, რომელი 4-ეულით მოქმედება გაგვიხდებოდა სანანებელი.